მოგესალმებით, დავბრუნდი ისევ, სადღაც 2 კვირაში ალბათ გააჩნია როდის დავამონტაჟებ ამ ვიდეოს. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა გვიან გთავაზობთ ვიდეოებს, მე მგონი წვდები მაინც არ გამოდის და ნელ-ნელა ყოველ ვიდეოს რაღაცა პროგრესი მაინც ეთყობა. დღეს შურიმაზე უნდა ვისაუბროთ. აი თითქმის ყველაფერი უნდა მოვყვეთ შურიმაზე და თან ორ ნაწილად უნდა გავყოთ. თლად ორ ნაწილად შურიმას ისტორიას გაყოფ არ გამოდის, იმიტომ რომ მეორე ნაწილში უფრო დარკინებზე უნდა ვისაუბრო. კი, ფაქტიურად შურიმაზე არის ეგეც, მაგრამ ცოტა სხვა რაღაცა არის უფრო რა. მოკლედ სავარაუდოდ ორ ნაწილად გაიყოფა რა შურიმას ისტორია, იმიტომ რომ მე მგონი რომ ძალიან დიდი გამოდის. ითქოს რაღაცამ გაიარასავით იყო და შემეშინდა. მოკლედ, პირველ ვიდეოში ჩვენ ვთქვით, რომ არგონის მთაზე ყოფმა ადამიანებმა დაატყობა აურელიონს სოლი, თუმცა არ გვითხოვს თუ რატომ გააკეთეს ეს. ასევე პირველ ვიდეოში ვთქვით, რომ ვოჩერებმა გააკეთეს ვოიდრიფტები, საიდანაც გადმოდიოდნენ ვოიდბორნები. და სწორედ მათ დასამარცხებლად დაატყობა აურელიონს სოლი, იმიტომ რომ იცოდნენ, რომ ერთადერთი არა, მაგრამ ერთ-ერთი უძლიერესი არსება იყო, რომელსაც სწორედ ამ ვოიდბორნების დამარცხება შეეძლო. თუმცა საკმარისად ძლიერი არ იყო, რომ აბსოლუტურად ყველა ვოიდბორნი გაენადგურებინათ მისი დახმარებით. ამიტომაც დრო და დრო ეს ვოიდბორნები მაინც გადმოდიოდნენ ჩვენს სამყაროში და შესაბამისად მათი დახოცვა უწევდათ იქაურ ადამიანებს. როგორც მოსალოდნელია, უბრალო მოკვდავებისთვის ცოტა რთული იყო ამ ვოიდბორნებთან შებრძოლება, არათუ მათი დამარცხება, ამიტომ მათი გაძლიერება გახდა საჭირო. და გაძლიერება არა რაღაც ვარჯიშით და საიტამას გრაფიკიროა ვარჯიშის და 75 hard-ით, არა, ეგეთი ვარჯიშებით ვერ გაძლიერდები საკმარისად, რომ ვოიდბორნი დაამარცხო. არამედ ზეციური ძალის დახმარებით. და რა დახმარება არის? ამას ცოტა ხანში დაუბრუნდებით კიდევ. თუ გახსოვთ, პირველ ვიდეოში მსგავსი ინფორმაციაც ვახსენე, რომ არსებული თეორიის თანახმად, სელესტიალებმა რუნეტერას შექმნეს ვოჩერებთან და სხვა გარე ძალებთან საბრძოლველად. და რომ ამ პლანეტაზე თავიანთი ჯარისკაცების შექმნა სურდათ. ხო და სწორედ სელესტიალები დაეხმარებიან ახლა ადამიანებს იმ მაგიური ძალის მიღებაში, რომელიც წეღან ვახსენეთ. სელესტიალებმა ადამიანებს მიაწოდეს ეს იდეა, რომ უნდა წასულიყვნენ ახლა უკვე ცოტა უფრო ამ არგონის მთიდან ცოტათი უფრო აღმოსავლეთით და იქ უნდა აეგოთ მათ მზის დისკი, საიდანაც უკვე მიიღებდნენ ზეციურ ძალებს. ოღონდ ასევე ის ფაქტიც არის გასათვალისწინებელი, რომ მხოლოდ გამორჩეულ და განსაკუთრებულ ადამიანებს და თავიანთ ჯარისკაცებს აძლევდნენ ამ ძალებს. ეს დისკი ააგეს ქალაქ ნარიმაზეთში. ამ პროცედურებმა, ამ დისკის სამშენებლობამ რაღაც გარკვეულ ხანს გასტანა და რაღაც პირობების გამო ეს პირველი დისკი დაინგრა. და ახლა უკვე ცოტათი კიდევ უფრო მეტად აღმოსავლეთით, ვიდრე ქალაქ ნარიმაზეთში იყო, ანუ ახალ დედაქალაქში, ააგეს კიდევ ცოტა უფრო მეტად დიდი მზის დისკო, რომ აღარ დანგრეულიყო. და ეს დისკი აძლევდა მებრძოლებს ამაღლების საშუალებას. ანუ ისევ რამდენიმე ტერმინი გვაქვს განსახილველი, რომელიც უნდა გავარკვიოთ და ამაღლება საკმაოდ ხშირად შეგვხვდება ეს ტერმინი და ამიტომ კარგად უნდა განუმარტოთ, მოკლედ რას ნიშნავს. და მარტივად რომ ვთქვათ, ამაღლება ეს არის რიტუალი, რომლის შედეგადაც მებრძოლი ხდება ღვთიური ძალების მფლობელი. რამდენიმე სახელით არიან ეს ამაღლებულები ცნობილნი, ერთ-ერთი არის მაგალითად Sunborn, მზის შობილები, მზით შობილები, რაღაც ეგრე. ახალი მზის დისკოს აშენების შემდეგ სეტაკა გახდა ერთ-ერთი პირველი ამაღლებული. სეტაკა იყო ამაღლებულთა ლაშქრის ლიდერი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში უძღვებოდა ამ ლაშქარს. და საუკუნეების განმავლობაში, იმიტომ რომ ამაღლების შემდეგ, ანუ ამ რიტუალის ჩატარების შემდეგ, ამაღლებული ფაქტობრივად უკვდავი ხდებოდა, ანუ ძალიან დიდ ხანს ცხოვრობდნენ ამაღლებულები, ასე ვთქვათ, თუ მოკლავდით. ალბათ გეცნობათ ეს იარაღი, ამ იარაღს ეწოდება ჩალიკარი და სწორედ პირველი მფლობელი იყო სეტაკა ამ იარაღის, რომელიც არის ზეციური ძალებით გამოჭედილი და ციური სამყაროდან ჩამოტანილი. მოკლედ, ამ დიდი მზის დისკის შექმნის შემდეგ, რამდენიმე ჯარისკაცის ამაღლების შემდეგ, შურიმა გახდა იმპერია და ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელიც შურიმას იმპერიას შეუერთდა, იყო იკსტალი. ეს ჩვენი ტერმინი ამაღლებული ეხება ყველა იმ ადამიანს, რომელიც
სხვადასხვა სახის ნებისმიერი, თუმცა უმთავრესად ციური მაგიით შეიცვალა. ამაღლების შემდეგ ადამიანებს შეუძლიათ ამ ციური მაგიის გამოყენება ციურ არსებებთან კავშირის შედეგად, თუმცა ამ ციური მაგიის თავად წარმოქმნა არ შეუძლიათ. ამაღლებულების რამდენიმე ძირითადი სახეობა არსებობს. ასპექტის მასპინძლები, არსებობენ ასევე მზიდშობილები, ანუ იგივე ღმერთის მეომრები, ღვთაებრივი მეომრები, ბევრი სახელი აქვთ. ასევე არის ბაკაი და დარკინები. ასპექტის მასპინძლები არიან ტარგონელი ამაღლებულები. ისინი ძირითადად ჩვეულებრივი ადამიანის და ციური არსების შერწყმის შედეგად ჩნდებიან და მეტწილად ძირითადად ადამიანურ იერსახეს ინარჩუნებენ, ხო? ფიზიკურად, ვიზუალურად როგორებიც არიან, ისევ ისეთი ადამიანები რჩებიან. ასპექტი რეალურად არის, აი მაგალითად ბინდის ასპექტი, მზის ასპექტი, რომელიც სული ფაქტობრივად ჩათვალეთ, რომ არის ერთი და იგივე, უბრალოდ მასპინძელ სხეულს იცვლის. მზის ამჟამინდელი მასპინძელის სხეული მაგალითად არის ლეონა. სიცოცხლის, სიყვარულის ასპექტის ამჟამინდელი ჰოსტი, მასპინძელი არის ტარიკი. ბინდის ამჟამინდელი ჰოსტი არის ასევე ზოი. ღმერთი მეომრები, მზიდშობილები, რომ ვთქვით, ესენი არიან შურიმელი ამაღლებულები, რომლებიც ამაღლების რიტუალი გაიარეს მზის დისკოს დახმარებით. ისინი ძირითადად იცვლიან სხეულს ამაღლების დროს და უფრო ცხოველებს ემსგავსებიან, რაღაც ადამიანის მაგვარი ცხოველების ფორმა აქვთ. შუმერელი ამაღლებულები, ეს მზიდშობილნები არიან მაგალითად აზირი, სეტაკა, ნასუსი, რენექტონი, ზერათი და ასე შემდეგ. ბაკაი ეს არიან ის ამაღლებულები, რომლებიც თლად ბოლომდე ვერ გაიარეს ამაღლების რიტუალი. სხვათა შორის, ნახეთ, დამაბნეველი არის, მაგრამ წეღან რომ თქვით, მზიდშობილი არის აზირიო, თავდაპირველად აზირმა ბოლომდე ვერ გაიარა ეს რიტუალი, რასაც მოუყვებით ცოტა ხანში და შესაბამისად აზირი თავიდან შეგვეძლო, ჩაგვეთვალა როგორც რომ იყო ბაკაი. ხო, რაც შეეხებათ დარკინებს, დარკინებიც არიან ასევე შურიმელი ამაღლებულები, რომლებმაც სისხლის მაგიის დახმარებით თავიანთი სხეულები გარდაქმნეს. სისხლის მაგიით რატო გარდაქმნეს სხეული და ასე შემდეგ, მაგას დაწვრილებით ცოტა ხანში მოვუყვები, კი არა და შემდეგ ვიდეოში. თუმცა მანამდე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი თავიანთ ხორცს იყენებენ თავიანთ აბჯრად, ასე ვთქვათ, და დარკინები არიან მაგალითად ატროქსი, ნაფირი, რასტი და ასე შემდეგ. მოკედ ახლა ცოტათი უფრო რომ გავშალოთ, წეღან მოყოლილი რაღაცეები ასე გამოვა. როგორც უკვე ვთქვით, ქალაქ ნარიმაზეთში, მას შემდეგ რაც ძველი მზის დისკო დაინგრა, ცოტა უფრო აღმოსავლეთით წამოვიდნენ ეს ხალხი და ააგეს ახალი მზის დისკო. სავარაუდოდ ამ ახალი და უფრო დიდი მზის დისკოს აშენებაში იქსტალელი მაგიკოსები დაეხმარნენ შურიმელებს. ხო, შურიმელებს. ამ ნაგებობის შიგნით გაჩნდა განთიადის ოაზისი, მისმა სიცოცხლის მომცემმა წყალმა კი შემოგარენი მორწყო, ასევე შიდა ნაწილიც და მისი შემოგარენიც და გაჩნდა ოაზისი. შესაბამისად, გამოცოცხლდა უდაბნო, რაღაც მდინარეები გაჩნდა, უფრო მეტი სიმწვანე შეიქმნა იმ ადგილებში და ახალი დედაქალაქიც დაიბადა. ძველ დროში, ეხლა ნახეთ, ძველ დროში თქო რომ ვთქვი, უცებ გამახსენდა. რატო ვამბობ ძველ დროში და არა, რავი, ეხლა რა. წინა ვიდეოს დასაწყისში ტაიმლაინები აქ ზემოთ და ქვემოთ რომ გავაკეთეთ თუ გახსოვთ მეთქი საიდან მოვდივართ და სად მივდივართ. კიდე ერთხელ ჩავსვავრო, კარგად გავიხსენოთ, რაზე ვამბობ, რას გულისხმობ. აქ წერია BN და AN. ეხლა რას ნიშნავს? რეალურ დროში, ჩვენთან ეხლა ბრუნეტერას აღარ გულისხმობ, დედამიწას გულისხმობ რა, ჩვენს დროში C და AC გვაქვს ჩვენ ხო, რაც ნიშნავს before Christmas, after Christmas, ქრისტესშობამდე პერიოდი და ქრისტესშობის შემდეგ პერიოდი, ხო? მაგრამ ბრუნეტერაში ეხლა ქრისტესშობამდე და ქრისტესშობის პერიოდამდე, მაგის შემდეგან ხო არის დროები, ხო? იქ სხვანაირად არის და იქ დროის ხაზის ათვლის წერტილად ქრისტესშობის ნაცვლად ნოქსუსის, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბება აქვს აღებული, ხო? და ნიშნავს before Noxus, after Noxus, ხო? დღეს, დღევანდელ დროში, ჩათვალეთ, რომ პარალელური სამყარო არსებობს Noxus-ის სახით. 997 წელი არის ეხლა ლოლში. ეხლა ვართ ამ წერტილში და რო ვიძახი, რომ ადრე თქო, ძველ შურიმაში ვგულისხმობ, before Noxus-ამდელ შურიმაში ვართ ეხლა ჩვენ რა.
და ეს არის დაახლოებით ნოქსუსამდე 2000 წელი. ხო, მოკლედ ესე იგი ძველ დროში შურიმაში თუ ვის უნდა გაევლო რიტუალი, ამას წყვეტდნენ მზის ქურუმები. ისინი გადაწყვეტდნენ ხოლმე რომელ მეომარს უძღოდა აი განსაკუთრებული რაღაც თავდადებული სამსახური თავიანთი იმპერიის წინაშე, ამოარჩევდნენ ამ დიდებულ მეომრებს და მათ უკვე ეძლევდათ უფლება რომ ამაღლების რიტუალი გაეარათ. იმ პერიოდში ეს რიტუალი საკმაოდ ხშირად ტარდებოდა და შესაბამისად ბევრ ამაღლებულსაც ვიცნობთ იმ დროიდან. ამაღლების რიტუალი, როგორც თქვით, ანუ ერთ-ერთი პირველი იყო სეტაკა, მაგრამ სეტაკას მერე ასევე კიდევ გაიარეს ძმებმა ნასოსმა და რენექტონმა. ნასოსი ამბობდა, რომ ამაღლების რიტუალი იმ დროისთვისაც კი უკვე საკმაოდ უძველესი იყო. ანუ წარმოიდგინეთ, რა დროზე გვაქვს საუბარი, რამდენი ხნის წინაც კი უკვე არსებობდა ამაღლების რიტუალი. ამ მისტიურ ენერგიაში განბანვის შემდეგ განიცადეს ტრანსფორმაცია, ასეთი გახდა ნასოსი, ასეთი რენექტონი. და ეს რიტუალი, როგორც თქვით, უკვე საკმაოდ ხშირი იყო, თუმცა დროთა განმავლობაში საკმაოდ იშვიათი გახდა, იმიტომ რომ წარმატებულად აღარ მიდიოდა ხოლმე ეს რიტუალი. ასე ვთქვათ, ამაღლების რიტუალის დროს შეიძლებოდა ადამიანს ვერ გაეძლო ამ რიტუალისთვის და პროცესში სახეს იცვლიდნენ და მახინჯდებოდნენ. ძალიან რა, ეხლა არც რენექტონი და ნასოსი არ არიან ძალიან ლამაზები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ცერემონიას ვეღარ უძლებდნენ. ხოლო დაახლოებით აი აზრის მმართველობის პერიოდში უკვე თითქმის აღარავის აღარ ქონდა ეს რიტუალი ჩატარებული. ну, მოკლედ შურიმას იმპერია იზრდებოდა ამ თავისი დაუმარცხებელი ამაღლებულთა არმიის ხარჯზე, თუ წყალობით. და ამ ამაღლებულებს სათავეში, როგორც ვიცით, უკვე ედგა სეტაკა. სხვა სახელმწიფოებს, რომლებიც შურიმას განვითარების გამო იჩაგრებოდნენ, ასე ვთქვათ, ეშინოდათ და ერთ-ერთი მათგანი იყო იკათია, რომლის მეფე განუდგა შურიმას და წამოიწყო ომი მათ წინააღმდეგ. თუმცა კი ლოგიკურია, რომ ხვდებოდნენ თავიანთი ძალებით, მარტო ვერ დაამარცხებდნენ შურიმას ამაღლებულებს. იკათიელმა ჯადოქრებმა და მაგებმა ერთხელ შემთხვევით აღმოაჩინეს მიწის სიღრმეში ბნელი და საზარელი ძალა. მათ განზრახ ამოთხარეს და გააღვიძეს ეს უფსკრული, რათა ის განკითხვის დღის იარაღად გამოეყენებინათ. და მათმა მე ასე ვიტყოდი, უგუნურმა საქციელმა გახსნა უზარმაზარი უფსკრული, ნაბრალი, ვოიდრიფტი, რამხელაც არასდროს არ ენახათ. რამაც მათ მიწას სამუდამოდ დაასვა დაღი. იკათიასთან არსებულ ამ ვოიდრიფტიდან გადმოსულ უზარმაზარ ვოიდბორნებთან ბრძოლას უამრავი შურიმელი შეეწირა. და სამწუხაროდ მათ შორის იყო სეტაკაც. ეს ომი, ასე ვთქვათ, შურიმას ისტორიაში იყო ყველაზე დიდი, რომელიც მათ გადახდენიათ და იმდენად საშინელი იყო ეს ომი, რომ იკათიას მიწა ფაქტობრივად უდაბურ მიწად იქცა და მთელი რეგიონი გახდა უსიცოცხლო. და ასევე წინა ვიდეოში ვახსენე X-ტალი თუ გახსოვთ და X-ტალში რომ არის ქალაქი დაფარული. ან მოგზაურები რომ მიდიან, გარედან ვერაფერს ვერ ხედავენ, თქო, გაუვალი ჯუნგლები ჩანს, მაგრამ რეალურად შიგნით არის უზარმაზარი ქალაქი, თქო. და სწორედ ნახეთ, ამ ვოიდრიფტიდან გადმოსულ მონსტრებს რომ უყურებდნენ, იმდენად საშიშად აღიქვამდნენ ამ ყველაფერს, რომ X-ტალელმა მაგებმა სტიქიური მაგია გამოიყენეს და დამალეს ეს თავიანთი ქალაქი, რომ გარე სამყაროსგან იზოლირებულნი ყოფილიყვნენ. სწორედ იმ პერიოდში სანამ ამაღლებულები ამ ვოიდრიფტის ამ ამოუსებისთვის იბრძოდნენ. საბოლოოდ შურიმამ გაიმარჯვა, როდესაც ჩემპიონმა ჰოროკმა თავისი ფესკნერის מחვილი გამოიყენა უფსკრულ შობილთაგან უძლიერესის გასანადგურებლად. თუმცა ამ გამარჯვებას უდიდესი ფასი დაედო. ამ ბრძოლაში ნანახი საშინელებები სამუდამოდ დარჩა გადარჩენილი ამაღლებულების გონებაში. ну, მოკლედ დღევანდელ მოვლენებამდე დაახლოებით 3000 წლის წინ, ანუ ნოქსუსამდე, BN 2000, შურიმას იმპერიას მართავდა აზირი. აზირი იყო კეთილი ადამიანი, ასე ვთქვათ, და კარგი ზრახობის მქონე ახალგაზრდა, თუმცა ასევე ზედმეტად თავდაჯერებულიც. და მას სჯეროდა, რომ შურიმას იმპერიის კულტურა, ისტორია და ცხოვრების წესი მთელ მსოფლიოს მოუტანდა სარგებელს. იმდროინდელმა ერთ-ერთმა მაგიკოსმა, ასე ვთქვათ, მაგმა, ზერათმა, ასეთი რჩევა მისცა აზირს და
რაღაცა ახალი პერსპექტივა დაანახა. ზერათი არწმუნებდა აზერს, რომ ამაღლებულების ძალა შურიმას გაფართოვებას ხელს შეუწყობდა, რომ მათი ისედაც უკვე დიდებული ერი კიდევ უფრო მეტად აყვავდებოდა და მთელ მსოფლიოზე მოახდენდა გავლენას. ეს ასე ვთქვათ იყო ისეთი ამბიციური გეგმა, რომელსაც ჩვენი ახალგაზრდა იმპერატორი დიდი სიამოვნებით ჩაეჭიდა. მიუხედავად იმ გაფრთხილებებისა, იმ უძველესი გაფრთხილებებისა, რომ ამაღლების რიტუალი უკიდურესად იშვიათად უნდა ჩატარებულიყო, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამაღლების რიტუალი საკმაოდ საშიში გახდა, მაინც მალევე დაიწყო რიტუალი. მოკლედ, ეს ჩვენი აზრი სარიტუალო ამაღლების კენწეროზე შემოდგა და დაელოდა ეს მზის სხივები, როდის შეგროვდებოდა, რომ ამაღლების რიტუალი შესრულებულიყო. ძალაუფლების ცვლილებამ აზირის მეომრების რიგებში საკმაოდ სწრაფად გამოიწვია განხეთქილება. ზერათმა ჩაშალა ეს ამაღლების რიტუალი. გვერდზე გააგდო თავის იმპერატორი და ამაღლების ძალა თავისთვის მიისაკუთრა. ხოლო შედეგი უნდა ყოფილიყო ან უკვდავება, ან თვითგანადგურება. მაგრამ ჰოის საოცრებავ, მძლავრმა მაგიამ ნელ-ნელა დაიწყო შურიმას განადგურება. თუმცა, როდესაც ეს მტვერი გაქრა ამ ნანგრევების, ზერათმა კვლავ დაიწყო მატერიალიზება, თუმცა რაღაც ანომალიად გარდაიქმნა, ასე ვთქვათ. სუბთა მისტიკური ენერგიის არსება გახდა. აი, ესეთი ხო, სადღაც ჩავსვავ, ან სადმე ან მთლიან ფოტოს. ხორცისა და ძვლებისგან თავისუფალი ზერათი თითქმის უსასრულო ძალაუფლებას ფლობდა. მომხდარის შემდეგ ნასუსმა და რენექტორმა იგრძნეს, რომ რაღაც აირია. მზის დისკისკენ გაეშურნენ და ზერათს დაუპირისპირდნენ. მათ ეშინოდათ, რომ მისი დაუნდობელი გულგრილობა სიცოცხლის მიმართ შურიმას საბოლოოდ გაანადგურებდა. დიდი ბრძოლა გაჩაღდა ამ ძმებსა და ზერათს შორის და მიუხედავად იმისა, რომ მისი საბოლოოდ დამარცხება ვერ მოახერხეს, მისი მოჯადოებულ სარკოფაგში ჩაკეტვა მაინც შეძლეს. ეს არ იყო მუდმივი გამოსავალი, იმიტომ რომ ზერათის ახლად შეძენილი ეს უზარმაზარი ძალა ამ სარკოფაგს უკვე ანგრევდა და გამოსვლას ცდილობდა. ამიტომ რენექტორმა ეს ზერათი შეათრია იმპერატორთა აკლდამაში. ეს იმპერატორთა აკლდამა დაიმახსოვრეთ, იმიტომ რომ კიდევ ვახსენებ მომავალ ვიდეოში. და ნასუსს უთხრა მოკლედ, რომ კარი მის ზურგს უკან გამოეხურა რა, დაელუქა. და ნასუსიც უხალისოდ დაემორჩილა თავის ძმას და ზერათთან ერთად რენექტონი ჩაკეტა ამ იმპერატორთა აკლდამაში. მოკლედ, იმპერატორის გარეშე დარჩენილი და ზერათის უგუნურებით განადგურებული შურიმა დაემხო, ხოლო მის იმპერია ნანგრევებად იქცა. ხოლო დარჩენილი ამაღლებულები უკვე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რამაც გამოიწვია კატაკლიზმური კონფლიქტი, რომელიც წლობით გაგრძელდა და სწორედ ამ კონფლიქტზე უკვე ვისაუბრებთ შემდეგ ვიდეოში, რომელსაც დარკინების იმპერია ეწოდება, თუმცა ასევე შურიმას კვლავ აღზევებაზეც ვისაუბრებთ. და ვიდეოს დასაწყისში რომ ვახსენე დარკინები თუ გახსოვთ, ეს ამაღლებულთა ბრძოლა სწორედ არის დარკინების ომი, რომელზეც შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებ. მანამდე კიდევ დაგემშვიდობებით. მე მგონი საინტერესო ინფორმაციაც მოგაწოდეთ და მოკლედ დროებით.